რა გელოდება მაგ მამაკაცთან, ვიზეც ახლა ფიქრობ და რომელთან ურთიერთობაც არის შემდეგი. ახლა რა ხდება ურთიერთობაში? ახლა რა ხდება? ესე იგი, ენერგეტიკული ფონი არის აქ შემდეგნაირი. თითქოს მოიცადე ეს ახლა ხდება. აჰა. ხალი არის აქ გაზრდილ ენერგიებში. რას ნიშნავს გაზრდილი ენერგიები? როდესაც ადამიანთან მოხდა გულისტკენა, გაჩერდა ურთიერთობა, აი, თქვენ სულში ენერგეტიკულ დონეზე მოხდა, მოდი ასე ვთქვათ, ეკლების რევოლუცია რა, აი, მაშინ შეიძლება ეგრეთ არ გეფიქრათ. მაგრამ ეს ყველაფერი იყო ბედისწერისგან მოვლენა, კარმულ დონეზე. და ამ ყველაფერმა დღემდე ელოდებით ოღონდ ამ ადამიანისაგან ნაბიჯის გადმოდგმას. და ანუ, ეხლა უყურეთ აქ რა მოხდა. მოხდა ის, რომ მოხდა ნგრევა, გულისტკენა, ეს გულისტკენა მესამე ფაქტორი შეიძლება იყო ნებისმიერი რამ, არის საჯარო გაშლა. თუმცა აქ მთავარი მიზანი მდგომარეობდა იმაში შენგან, რომ ეს ურთიერთობა გადასულიყო შენთვის პრიორიტეტულ ფაზაში. სამომავლოდ, გამიგე, სამომავლოდ. შეიძლება ეს იყო ერთად თანაცხოვრების სიტუაცია, სადაც შენ უთხარი, რომ იცი რა, ერთად თანავიცხოვროთ პირობითად, ან სად მიდის ჩვენი ურთიერთობა, სად მიდის, თუ ჩვენი ურთიერთობა არ მიდის დაოჯახებისკენ, მე გავდივარ ამ ურთიერთობიდან. და ამ ადამიანმა არაფერი არ გააკეთა ამისთვის, აქ ხალი დღემდე მოტყუებულად გრძნობს თავს და ცდილობს, რომ ამ ფიქრებს ჩაეხსნას, როგორც ასეთი, მაგრამ აქ ჩახსნილია, უпростоრად მოტყუებულად იგრძნო თავი, დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა და ეხლა შეიძლება ელოდება ამ ადამიანის განაბიჯების გადმოდგმას. დავის საქმით არის აქ ხალი დაკავებული, აი ძალიან ცეცხლოვანი ენერგეტიკის მატარებელი ხალია და აქ აი ამ ეკლების რევოლუცია ბრჭყალებში ამ ხალში გამოიწვია სრული განახლება. რას ფიქრობს და რას გიმზადებს ბედისწერა ჩაფიქრებულ მამაკაცთან? რას ფიქრობს ახლა ან თუ ფიქრობს საერთოდ შენს ეს ადამიანი? თუ იცანი სიტუაცია შენი? სხვათა შორის ეს ადამიანი ფიქრობს, რომ გამოვიდეს კომუნიკაციაზე, თითქოს აი ელოდება, აი რაღაცა ნიშანს ელოდება, რომ ამოქმედდეს, თუმცა კი არ ფიქრობს ეს ადამიანი უბრალოდ ნახე რატო ელოდება, იმიტომ რომ მანამდე ბევრჯერ იყო შეიძლება თავის აქციელები ისეთი დისბალანსური ქმედებითი კუთხით, რომ საკმაოდ ბევრი აქვს დაგროვილი რა. ამიტომ ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს მის გამოსვლას კომუნიკაციაზე, მაგრამ ეს ადამიანი კი არ ფიქრობს აუცილებლად გამოვა კომუნიკაციაზე, რას გეგმავს და რა მოხდება. ეს ვიღაცისთვის ეს პაუზა არის შეიძლება 1 წელი,
გაიწელა ეს სიტუაცია. ეს ადამიანი სხვათა შორის გეგმავს პასუხისგებლობის აღებას ურთიერთობაზე. უბრალოდ არ მოქმედებს. ან შეიძლება შეეცადა ეს კაცი მოქმედებას, მაგრამ თქვენ აქ არაფერი რეაქცია არ გქონდათ. რას გეგმავს? ამისი ბედნიერება ხართ, ეს ფიქრობს, რომ მე ბედნიერება მხოლოდ ამ ქალთან შემიძლია. რას გეგმავს, რას მოიმოქმედებს? ფიქრობს, როგორ შეიძლება გადმოდგას ნაბიჯი, იმიტომ რომ არაფერი არ ახარებს, არავინ არ უნდა, არანაირი ახალი სიყვარული არ უნდა, არანაირი ახალი ურთიერთობა არ უნდა. ერთადერთი რაც აბედნიერებს არის შენ. ზე ფიქრი და იმაზე ფიქრი როგორ იმოქმედოს. მთლიან განახლებას, სიხაროს, მის ცხოვრებაში სინათლეს შეაქვს ამ ქალს. ვინც ახლა მიყურებს და ვიცი ყო ეს სიტუაცია. აქ აჩერებს ერთადერთი შენი სიცივე, შენი სიმკაცრე, შენი როგორი დამოკიდებულება იცი, მე ვთქვი და ესე იქნება. ამ დროს იცის რომ ძალიან ნადგურად ამ ყველაფერმა რაც მაგან გააკეთა და აქ შემდგარი ქალი მიყურებს, იმდენი აქ თანხები ყველაფერი რაც ჭირდება თვითონ, შეიძლება ცნობილიც ხართ, ყოველ შემთხვევაში ჩანხართ, ანათებთ. კარგით, კიდე რას გვეტყვით ამ კაცზე? გადმოდგავს ეს ნაბიჯი, აქ საუბარი მოგიწევთ სერიოზული, აუცილებლად, სხვათა შორის სამომავლო გეგმებზე და თანაცხოვრების საკითხზე. აქ თუ ბავშვები იყო ამ კაცისთვის შემაფერხებელი ეფექტისა სიტუაცია, აქ შეიცვლება სიტუაცია. როგორ შეიცვლება? და რას გააკეთეთ? ანუ როგორ შეიცვლება და აქ იცვლება ეს სიტუაცია რა, ანუ თუ ბავშვების გამო ვერ გამოდიოდა თქვენთან საცხოვრებლად, აქ იცვლება სიტუაცია. იმიტომ რომ თქვენ რაც არ უნდა გენატრებოდეთ ეს ადამიანი, ხო? თქვენ შეაცვლევინებთ, ანუ მაინც თავი გიჭირავთ, არ გადიხართ, არ აჩვენებთ თქვენს ემოციებს. ეს დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, რომ თქვენ რაღაცა გემოქმედათ, მაგრამ ბავშვების საკითხი როგორ შეიცვლება, როგორ მოაგვარებს ეს კაცი? აქ თქვენ თუ მიყურებთ, რომელსაც გგონიათ, რომ აქ არანაირი ახალი ეტაპი არ არის, ყველაფერი დანგრეულია და ამაზე შეიძლება არაერთი ხანი გენერირული თან ეხაცნები, უბრალოდ ეს ასე არ არის. და დაუშვათ მხოლოდ სექსუალური კავშირისთვის უნდოდი და ეს ნერვიულობა და წავიდა ჩემგან. მე მაინტერესებს აქ გამოიკვეთა, რომ ბავშვები არ იყო ურთიერთობაში პრობლემა როგორ იცი, ანუ შეიძლება შვილების გამო ეს ადამიანი ვერ გთავაზობდათ სერიოზულ ურთიერთობას, მაგრამ შვილებთან დაკავშირებულ საკითხს რა ფორმით მოაგვარებს ეგ მამაკაცი? შვილებთან დაკავშირებულ საკითხს როგორ რა ფორმით გვაჩვენეთ მოაგვარებს ეგ მამაკაცი? ამის სხვათა შორის ძალიან ბევრს ფიქრობს.
გასაგებია. იცი რას ფიქრობ და ეს დიდი ხნის განმავლობაში თქვენ აღიარების ფორმას და ეს ადამიანი როგორ მოაგვარებს და ანუ აღიარების წოდებას მიცემს აქ ქალს და მანძილით შეიძლება იყო პრობლემა და იტყვის რომ ეს არის ჩემი ოცნების ქალი, ჩემი სიყვარული, ჩემი ვინ? всё, გასაგებია. დამალული ქალი თუ იყავით, აქ ესე აღარ იქნება, თქვენ სტატუსს მიიღებთ და ანუ გამოგაჩნთ ეს ადამიანი. კი, აქ სერიოზულ ურთიერთობაზე არის უკვე საუბარი. ანუ ბედს გიკავშირებთ რა. აქ შეიძლება ვიღაცა შესთავაზოს საზღვარგარეთ გადასვლა საცხოვრებლად, ოღონდ არა ისე რომ დმალულად, არა. აღიარებითი ფორმით, ისე რომ თქვენ დამალული ქალის სტატუსში აღარ იქნებით. ესეთი იყო დღევანდელი გაშლა, თუ იყო თქვენი ინფორმაცია მოიწონეთ ვიდეო ენერგომიმოცვლის სახით. მე კი გისურვებთ ულებედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს თქვენს ცხოვრებაში.